გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოს შავი ზღვის სანაპიროს ბიოლოგიური მრავალფეროვნების მონიტორინგსა და თევზების მარაგების შეფასებას იწყებს კვლევების პირველ ეტაპს ბათუმში გარემოსაცვის მინისტრი დაესწრო. საქართველოში საზღვაო კვლევებზე დაფუძნებული იქთიოფაუნის ბიოლოგიური მრავალფეროვნების სისტემური მონიტორინგი 12 წელზე მეტია არ წარმოებულა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება, რომელიც მიზნად ისახავს იმას, რომ დადგინდეს თითოეული სახეობის რაოდენობა, პოტენციური რაოდენობა, შესაბამისად აქედან ჭერილის კოტები შეიძლება დადგინდეს იმ სახეობებზე, რომელზეც კოტები იქნება განსაზღვრული თევზჭერისათვის. დღევანდელი გასვლით დადასტურდა, რომ ცალკეული სახეობის, ცალკეული პოპულაციის კარგი მაჩვენებლები უნდა მივიღოთ. ძალიან მნიშვნელოვანია იქთიოფაუნის მონიტორინგი, იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის ბიომრავალფეროვნების ის კომპონენტი, რომელიც ყველაზე კარგად გამოხატავს გარემოს მდგომარეობას, მას უწოდებენ გარემოს ინტეგრალურ მაჩვენებელს. ემატება ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო ფაქტორი, რასაც სარეწაო პრესს უწოდებენ.